ქუჩაში გასულს უნებლიეთ კითხვა დამჩემდა თუ რას ნიშნავდა დღევანდელი ხალხის ღირსება. დედის გინებით სიმართლე აქვთ დამტკიცებული და ვერ ხვდებიან მათი სული როგორ მძიმდება. არ მესმის როგორ უნდა გქონდეს ამგვარი ფიქრი. არ მესმის როგორ უნდა გქონდეს ამგვარი ენა. როგორ უნდა თქვა ჩემო კარგო დედაზე ცუდი და ამის შემდეგ როგორ უნდა მიაპყრო მზერა. მე რა თქვენს თავებს იმცირებთ ამით. თითქოს და სიმართლეს ამტკიცებთ, არა? სასაცილოა ის სიმართლე და სატირალი. ნუ თუ არ გესმის, ნუ თუ არ გწამთ. არა და არა. როგორ იმეტებს თქვენს თავს და შემდეგ როგორ სუსტდება თქვენი გონება. დედის თვალებში არ ჩაგიხედავთ. არ გახსენდებათ ის მოგონება, როგორ გარწევდა აკვანში ღამით, რომ მარიძინა შენი გულისთვის. რამდენი ტანჯვა გამოიარა და რომ ლოცულობს შენი სულისთვის. როგორ არიცით, რომ მის თვალებში 1000 სეტყვა, წვიმა, ქარია. კაცი ძლიერი ამ სამყაროში თავს უწყდები და ვიტყვი ქალია. არ გახსენდება? ხო, ჯანდაბა მაგ გინებისას როგორ უყვარხარ. ახლოს ყავდი და რომ გნატრობდა. არ გახსენდება? ბავშვობაში საბან სიხდიდი და მის მკლავებში იავნანით როგორ გათბობდა. არ გახსენდება? როგორ უნდა რომ ჩაგეხუტოს, მაგრამ დიდი ხარ, არ კადრულობ, ფიქრობ გრეხია. არ გახსენდება ყოველ ღამით როგორ გელოდა მას შიში იპყრობს, გირეკავს და შენ კი გრცხვენია. არ გახსენდება? რა თქმა უნდა არ გახსენდება. რადგან არ გიყვარს სათანადოდ, რადგანაც არ გწამს. არ ჩაგიხედავს მის თვალებში არასდროს გულით მიდი, გაბედე, ჩაეხუტე, აკოცე ამ წამს. მომკალით. არ მწამს იმის შვილების, რომლებიც მაინც დედის გინებით დამტკიცებულ სიმართლით კაცობს. როგორ ამაყად გაიძახით ყველა გინებას, როგორ არ გესმით, სუფთა სიტყვას არასდროს არ სჯობს, რადგანაც ვიცი, ლაშკაცები არასდროს ამბობს, მე ასე მწამს და ასე მჯერა. თქვენი არ ვიცი. და რომ მიცოდეთ როგორ მტკივა თქვენი სიტყვები. ახლა ზივარ და თქვენს მაგივრად თვითონ განვიცდი. დავიცდი. მანამ სანამ შეწყვეტ თავის გინებას. მანამდე სანამ არ იქნებით თქვენს თავთან ახლოს. მაინც როგორ მსურს მაგ სიტყვების წამოროშვისთვის ამ პლანეტიდან სამუდამოდ გადაგასახლოთ.